პრეზიდენტისა და პრემიერის შემდეგ ილჰამ ალიევი დღეს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. 2025 წელს საქართველოში ბიტკოინების გამომუშავებაზე 752 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც ქვეყნის მოხმარების 5% იყო. ხალხი ძალა აცხადებს, რომ პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე ასეთი მოუმზადებელი გადაწყვეტილება პროდუქციის ფასის 20%-დან 30%-მდე ზრდას, ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას და სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. მეტროსადგურების მარჯანიშვილისა და სადგურის მოედანს შორის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაცია დაახლოებით 6,3 მილიონი ლარი დაჯდება. სამუშაოებს AG გრუპი შეასრულებს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 9-დან 14 აპრილის ჩათვლით მესტიაში დამატებით 4 ავიარეისი შესრულდება. შუადღემშვიდობისა SBMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად საქმიანობებს ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებას და მოდერნიზაციას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად. ერთობლივ ბრიფინგზე ალიევმა თავის მხრივ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებსა და საქართველოს შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით ამ კონტექსტში. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. ჩვენ ასევე შეხვედრის დროს განვიხილეთ სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. და გვაქვს რა თქმა უნდა მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები, ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, მათ შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზარდოს. 3,6 მილიარდი დოლარია უკვე ჩვენი ქვეყნიდან საქართველოში ინვესტირებული. დღეს საუბარი გქონდა ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა ჩვენ მესამე ქვეყნებში საერთო ინვესტიციების განვიხილოთ. ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი მასშტაბზეც და რეგიონულ უსაფრთხოებაზეც. საქართველო დინამიკურად ვითარდება. ძალიან თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდა აქვს. თქვენ ძალიან კეთილმოწყობილი საინვესტიციო გარემო შექმნით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. მართალია საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივ ბრიფინგზე სატრანსპორტო კავშირები და შუა დერეფანი ახსენეს, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერს სატრანსპორტო დერეფანში არსებულ გამოწვევებზე არაფერი უთქვამთ. გადამზიდავების ნაწილი კი ამბობს, რომ შუა დერეფანში ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებული პრობლემები გამწვავდა. ბიზნესის ინფორმაციით კასპიის ზღვის მონაკვეთზე ალიათის ნავსადგურში აზერბაიჯანის კუთვნილ სარკინიგზო ბორნებზე ქართველი ექსპედიტორების ვაგონები ხანგრძლივი ვადით ყრდნდება. მათი თქმით, მსგავსი გამოწვევები შუა დერეფნის მიმზიდველობაზე ნეგატიურად აისახება. თუმცა შუბაშუბა მოისმინა შეფასებები და დეტალებით ახლა სწორედ ის გვერდდება პირდაპირ ეთერში ნუცა გისმენთ. ელენე მოგესალმები. შუა დერეფანში კასპიის ზღვის მონაკვეთზე არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს ბოლო რამდენიმე თვეა ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული პრობლემების გამწვევებაც დაემატა. ამის შესახებ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამბობენ, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც კასპიის ზღვის მონაკვეთზე ალიათის ნავსადგურში აზერბაიჯანის კუთვნილ სარკინიგზო ბორნებზე ქართველი ექსპედიტორების ვაგონები ხანგრძლივი ვადით ყრდნება. მათი ინფორმაციით, ვაგონების დაყენების ძირითადი მიზეზი
აზერბაიჯანული საპორტო სამსახურების მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული ბარიერებია, რამაც ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგად საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ მიმავალი ტვირთების ტრანსპორტირების დრო 2-2.5-მდეც კი იწელება. ცენტრში აღნიშნავენ, რომ თუკი მსგავსი ვითარება უფრო გრძელვადიანად გაგრძელდება, ეს შუა დერეფნის მიმზიდველობაზე ნეგატიურად აისახება, რადგან უკვე შეინიშნება ვითარება, რომ მოცემული გამოწვევების ფონზე ექსპედიტორების ნაწილი თავს იკავებს შუა დერეფნის გამოყენებისგან და არჩევანს ჩრდილოეთის დერეფანზე აკეთებს. ექსპედიტორები აი ამ დაყოვნების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად და მიზეზს ასახელებენ იმაში, რომ აზერბაიჯანული მხარე, ანუ ბორანზე ვინც ახორციელებს დატვირთვა შეგორება გამოგორების, ანუ დატვირთვა ჩამოტვირთვის სამუშაოების, ისინი პრიორიტეტებს აძლევენ აზერბაიჯანულ ვაგონებს და აზერბაიჯანულ ტრაილერებს, რადგანაც ამ ბორნებზე როგორც ვაგონის, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის შეგორება შეიძლება. ანუ გარკვეულწილად დისკრიმინაციული ამბებიც არსებობს ბორნის გამოყენებასთან დაკავშირებით და აი მაგალითად ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ 20 მარტს ფოთში დატვირთული მალფუჭებადი ტვირთი 17 დღის გავლის შემდეგ სადღეისოდ სადღაც გარდაბნიდან 100-150 კილომეტრით ევლახის აზერბაიჯანის სადგურზეა განთავსებული და წარმოიდგინეთ, როდის ის მივა საბორნე კომპლექტთან, როდის დაიტვირთება, როდის ჩამოიტვირთება და შემდეგ როდის გაივლის ცენტრალური აზიის მიმართულებად. იმაზე, რომ კასპიის ზღვის მონაკვეთზე გარკვეული შეფერხებებია საუბრობენ ფოთის სპორტში, სადაც ამბობენ, რომ მოუდინის დრო და რიგების პრობლემა ბოლო პერიოდში ნამდვილად გამწვავებულია. აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ მომავალი სატრანზიტო ტვირთების შეფერხებაზე საუბრობენ კომპანია Black Sea Petroleum-შიც, რომელიც ყულებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს. ახლა ვაკვირდებით, რომ არა მხოლოდ საქართველოს სპორტებში არის მცირეოდენი შეფერხება, რაც შეეხება ნაყარ ტვირთებთან და გენერალურ ტვირთებთან, არამედ თუ გადავავლებ თვალს, უკვე კასპიის ზღვაზეც არის შეფერხებები და იქ მოლოდინი არის, რიგები არის ბორანზე, საბორნე მიმოსვლის შეფერხებები არის, ანუ უკვე დაიწყო ზედმეტი მოცულობა მიიღო, არ იყო ეს გათვლილი, არავინ იყო მზად და მცირეოდენი შეფერხებები მთელ დერეფანში დაიწყო. ასე რომ აქ კოორდინირებული ქმედება საჭირო, რომ სახელმწიფოები 24 საათის რეჟიმში უნდა იყვნენ ერთმანეთთან კოორდინაციაში, რადგან ცალ-ცალკე შედეგს ვერ მივახცევთ. მაქსიმალურად გაზდას ვაპირებთ რკინიგზით შემოტანილი ნედლეულის. ამაზე ჩვენ დიდი ხანია უკვე მუშაობთ. სამწუხაროდ და ჩემ და გასაკვირად გაჭირდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელება ჩვენი მიმართულებით. ამ შემთხვევაში თურქმენული ნავთობი მაქვს ხედულობაში, რომელზეც ჩვენ უკვე შეთანხმებას რამოდენიმე თვეა მივახციეთ, მაგრამ ჭიანურდება ჩვენ და სამწუხაროდ ამის ტრანსპორტირება, მაგრამ მე რასაკვირველია ვიმოდევნებ, რომ ძალიან მალე აწუყვე გადაწყდება ეს საკითხი და ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე ეს სარკინიგზო ჯაჭვი გავააქტიუროთ, რასაც მერე შემდეგ უკვე მოყვება ყაზახური ნავთობი და ასე შემდეგ. როგორც აღინიშნა, საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის ერთობლივ ბრიფინგზე ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირები და შუა დერეფანის ნახსენები იყო, შუა დერეფნის მნიშვნელობა, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერებს სატრანსპორტო დერეფანში არსებულ გამოწვევებზე არაფერი უთქვამთ. კერძო სექტორის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ აუცილებელია როგორც დასახელებული, ასევე ზოგადად შუა დერეფანში არსებული სხვადასხვა ტიპის გამოწვევები დროულად მოგვარდეს, რათა როგორც ზოგადად დერეფანმა, ასევე საქართველოს შეძლოს იმ დამატებითი ტვირთების მიღება, რომელთა გადმომისამართების მოლოდინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაჩნდა. მადლობა ნუცა, კასპიის ზღვის მონაკვეთზე არსებულ შეფერხებებზე ნუცა შუბაშუმა მოგვაწოდა ინფორმაცია. თხევადი გაზის ავტოსადგურების მასობრივი დაჯარიმების ფონზე ბიზნესი გამოსავლის გზებს ეძებს. კერძო სექტორი თვლის, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია საკრებულოს დადგენილებით არასწორად ხელმძღვანელობს და ფუნქციურ ზონებში სახიფათო მასალების განთავსების რეგულირება გაზგასამართ სადგურებზე არ უნდა ვრცელდებოდეს. სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, მხოლოდ 2 დღეში 20-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ჯარიმების ოდენობა კი 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. გაზგასამართ სადგურებს მერიის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს და ობიექტების
აღებას ითხოვს. თავის საგანი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1 იანვრიდან გარკვეულ საცხოვრებელ ზონებში ჯართის, ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების განთავსება აიკრძალა. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს დადგენილების არასწორ ინტერპრეტაციას. როგორ აპირებს მოქმედ რეგულაციებთან მორგებას ბიზნესი? თემაზე სასაუბროდ ნარიმან ფირცხელიანი, თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გვერდება. ახლა პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ბატონ ნარიმან, პირველ რიგში მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა დროის გამოყოფისთვის. ბატონო ნარიმან, ჩვენ გასული კვირის ბოლოს გავაშუქეთ ეს ინფორმაცია, რადგან მათ შორის თქვენმა ასოციაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია მასობრივი დაჯერმების შესახებ ამ ობიექტების და ასევე ვიცით, რომ ბიზნესს ჰქონდათ შეხვედრა დღის ბოლოს. რაიმე კონკრეტულ სტრატეგიაზე შეთანხმდით თუ არა და პირველ რიგში მაინტერესებს ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია მერის შესაბამის სტრუქტურებთან, გეხებათ თუ არა მოკლედ ეს დადგენილება, რა გაარკვეთ? კი ბატონო, წინა კვირას პარასკევს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ჩავატარეთ შეკრება ჩვენი ასოციაციის. განვიხილეთ აღნიშნული პრობლემა. არსებობს ერთიანი აზრი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომ როგორც მაშინ მოგახსენეთ, მოხდა არასწორი ინტერპრეტაცია მაგ დადგენილების, რადგან აქ ნახსენებია ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალები. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ თხევადი გაზის სადგური და საავტომობილო საწვავი, როგორც უბრალოდ აალებადი მასალა და ფეთქებადი მასალა. მაგაში ასე მარტივად რო ითქვას, ბენზინი შედის და თხევადი გაზი შედის ერთი კუთხით რო განვიხილოთ. და მაგ დადგენილებაში ერთი პუნქტი არის, რომელიც გულისხმობს თუ პირობითად სწორ ფუნქციურ ზონაში არის განთავსებული ეს ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალა, უნდა აუცილებლად იყოს განთავსებული შენობა ნაგებობაში. როცა ეს არის დაუშვებელი და შეუძლებელი, რადგან თხევადი გაზის ბლოკური ტიპის სადგური არ შეიძლება იყოს განთავსებული შენობა ნაგებობაში თავისი სახანძრო და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. არსებობს 2013 წლის მთავრობის დადგენილება, ჩვენი საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით არის აღიარებული 37 ქვეყნის სტანდარტები, რეგლამენტები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ და განვათავსოთ თხევადი გაზის სადგურები და სადაც აღნიშნულია და წერია და აღიარებულია, რომ თხევადი გაზის სადგური დაუშვებელი იყოს განთავსებული შენობა ნაგებობაში. ამიტომ ეს აზრი, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ წინა კვირას, იგივე ვაფიქსირებთ მაგ აზრს, რომ არის გაუგებრობა. ასევე ჩვენი ასოციაციის იურისტი და იურისტთა ჯგუფი არის ჩართული მაგ კანონის განხილვაში და ჩვენი მხრიდან წერილის და წერილების მომზადებაში ასოციაციის მხრიდან, რომ უკვე იურიდიული კუთხით კანონების საფუძველზე მოხდეს წერილების შედგენა და გადაგზავნა მერიაში და სხვადასხვა სტრუქტურებში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი, ანალოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად, ახლა ჩვენ უკვე გვქონდა გავლილი 2000 წელს, 2020 წელს, 2020-ში, როცა იყო დაწყებული დაჯარიმების ტალღა სუბიექტების მიმართებით, თხევადი გაზის სუბიექტების მიმართებით, მაშინაც მიმდინარეობდა ანალოგიური ჩართვები, ანალოგიური განხილვები, წერილები, შეხვედრები და მაშინ 2020 წელს დაწერილი ჯარიმები მეტწილად, რაც მაქვს ინფორმაცია, მოხდა მაგ ჯარიმების გასაჩივრების შედეგად შეჩერება და დღესაც რომ მოვიკითხეთ ჩვენ წინა კვირას და დღეს ის ჯარიმები მეტწილად არიან შეჩერებული და მიმდინარეობს განხილვის სტატუსი. დიახ, ბატონ ნარიმან, კომუნიკაცია როგორც ჩანს, ესე პირდაპირ კომუნიკაცია ჯერ მერიის სტრუქტურებთან არ შემდგარა, ხომ? თქვენ წერილს ამზადებთ შესაბამის, ანუ
დიახ, ამ პერიოდში რჩება დახურული ეს ობიექტები თუ აი რა პროცესს გადიხართ და ასევე საინტერესოა თქვენ საუბრობთ გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებზე, რომელსაც თავად ეს დადგენილება ადგენს ხომ ამ ბიზნეს სუბიექტების მისამართით, რომელსაც ეხება ეს დადგენილება. ამ შემთხვევაში რითი უნდა იხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო სტანდარტით თუ აი ამ დადგენილებით, ანუ საინტერესოა რა ტიპის მითითებას ელით რომ მოგცეთ მუნიციპალური სამსახური. დიახ, მოგახსენებთ რომ ჩართული იურისტთა ჯგუფი ჩვენი ასოციაციის მხრიდან, რომელიც ამჟამად აყალიბებენ წერილობითი ფორმით მომართვას მერის მიმართ და იქ უკვე კანონის საფუძველზე იქნება დასაბუთებული რა და როგორ უნდა მოხდეს და რის მიხედვით უნდა ხდებოდეს ამის ხელმძღვანელობა და განხილვა. სად რა პირობებში უნდა იყოს განთავსებული თხევადი გაზის სადგური. მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელს ჩვენ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ მივმართეთ მერიას წერილებით და შევთავაზეთ მაშინ 2020-ში, რომ გვაქვს სურვილი შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთად მოხდებოდა ამ სფეროს დახვეწა და რომელი ნორმებით და საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, რომელი რეგლამენტებით იქნებოდა უმჯობესი ამ სფეროს განვითარება. არ მომხდარა უკავშირი, მომხდარა ის ფაქტორი, რომ შეჩერდა ჯარიმები იმ პერიოდში და დარგმა განაგრძო თავის განვითარება. ამჟამად დარგის განვითარება ისევ მიმდინარეობს. ბატონ ნარიმან, თუ ამ შემთხვევაში დამატებითი მოთხოვნების შესრულება მოუწევს ბიზნესს და გარკვეულწილად მორგება იმ სტანდარტებთან, რომელსაც მათ შორის ადგენს ეს დადგენილება, მზად არის თუ არა კერძო სექტორი შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებისთვის, რომ თქვათ, თუნდაც სხვა ფუნქციურ ზონაში გადაიტანონ ეს ობიექტები. ამას რამდენად განიხილავთ და ამისთვის რამდენად არის დღეს ბიზნესი მზად? კი ბატონო, უნდა მოხდეს შეჯერება და პირობითად რო ვთქვათ, რომ ავიღოთ სადგური და განვათავსოთ შენობაში, რაც არის შეუძლებელი, ხო, ის თავის თავში ითხოვს გარკვეულ ინვესტიციებს და ეს დარგი და ეს სუბიექტები, თხევადი გაზის სადგურები არის დაბალ ბიუჯეტიანი და რომ სადმე განათავსო და ააშენო ეს შენობა, ეს არის უკვე დამატებითი პრობლემები, რაც თავისთავად არასწორია, მაგრამ რომც იყოს ასაშენებელი და რაღაცა სხვა კანონი იქნება გამოგონილი და რაღაცა სხვა პარამეტრები, ეს მოითხოვს დამატებით ინვესტიციას და დამატებითი პრობლემები შეიქმნება დარგვისთვინ. ეს არ უნდა მოხდეს ამ ფორმით როგორც ხდება, ისე უნდა მოხდეს ამ ჯარიმების შეჩერება, გაბათილება, უნდა მოხდეს განხილვა, რადგან ამ დარგის უკან პირობითად განვიხილოთ ეს პროდუქტი არის სოციალური პროდუქტი. სოციალურს გულისხმობ, რომ არის საზოგადოებრივი პროდუქტი, ეხება ყველა ფენას, დაბალ საშუალო მაღალ ფენას, ყველა ფენას ეხება და რაც გვაქვს ჩვენ ახლა ამჟამად განხილვა თბილისის მასშტაბით ამ მოვლენის და ამ დაჯარიმების და ახალი კანონის პირობითად ავიღოთ, რომ საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში 250,000 ლიტრი თხევადი გაზის ოდენობა იყიდება თბილისის მასშტაბით. კოეფიციენტით რომ გადავიყვანოთ ჩვენ ეს ბენზინის ოდენობაში გამოვა 200,000 ლიტრი ბენზინი. სხვაობა თხევადგაზ და ბენზინს შორის არის საშუალოდ 2 ლარი ამჟამად და 200,000 ლიტრი რომ გავამრავლოთ 2-ზე გამოდის 400,000 ლარი. ჩვენ ამჟამად რო ავიღოთ და შევწყვიტოთ ფუნქციონირება და თქვათ რომ შეუძლებელია ფუნქციონირება ქალაქის მასშტაბი და ყველა სადგური უნდა დაიკეტოს, ხო? ჩათვალეთ და ამ ხალხმა ვისაც უყენია ამ მომხმარებლებს და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც უყენია თხევადი გაზი ავტომობილებში, ხო? მოუწევთ ესე იგი ბენზინთან მიმართებაში, რომ დღეს შეწყვეტონ თხევადი გაზის ჩასხმა და ხვალიდან ჩაასხან ბენზინი, ესე იგი დღე-ღამის განმავლობაში 400,000 ლარით მეტი მოუწევთ დახარჯვა ჩვენ მოქალაქეებს. ესე იგი დღე-ღამის განმავლობაში 400,000 ლარით მეტი უნდა ამოვიდეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან. ბატონო, რამდენი ობიექტია ამ ბოლო მონაცემებით დაჯარიმებული და მათ შორის დროებით რამდენს აქვს საქმიანობა შეჩერებული? ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ მინდა რომ ეს თემაც მოვასწრო. რაც მაქვს ინფორმაცია დღის მდგომარეობით, დღესაც არ არის შეჩერებული დაჯარიმების პროცესი, დღესაც შემომდის ზარები
სადღაც უკვე 40 ჯარიმამდე არის დაწერილი, რაც შემომივიდა ინფორმაცია. თბილისის მასშტაბით არის საშუალოდ 200 სადგურამდე და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა და არ მივედით კონსენსუსამდე და შეგაჩერდა თხევადი გაზის სადგურების მუშაობა, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა სოციალური კუთხით. ასევე პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ თხევადი გაზი არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და რაც შეეხება საქართველოს და თბილისის პირობებს დაბინძურების, ჰაერის დაბინძურების კუთხით ჩვენ გვაქვს მაღალი კოეფიციენტი დაბინძურების და ჰაერის დაბინძურების გამო საერთაშორისო ნორმებით არის აღიარებული, რომ იზრდება ონკოლოგიური დაავადებების პროცენტი. ამიტომ მარტო იმით არ უნდა შევხედოთ, რომ მოდი გავაჩეროთ და ასე ვქნათ, როგორ ვქნათ, ისე უნდა მოხდეს ამ სადგურების გაგრძელების მუშაობის პროცესის საშუალება, იმიტომ რომ მარტო სოციალურ კუთხეზე და მატერიალურ კუთხეზე არ ვსაუბრობთ ეკოლოგიურ კუთხეზე. კი ბატონო. მადლობა. მადლობა, იმედია მეტი ციცხადე შევა. დიახ, დაასრულეთ. ამ წლების განმავლობაში არის შემოსული და განბაჟებული საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს საბაჟოს კანონმდებლობის ფარგლებში უამრავი ავტომობილი, რომელიც ქარხნულად მუშაობს თხევად გაზზე, მაგათ არ გააჩნიათ ბენზინის ავზი დამატებითი და ეს მანქანები ამ წლების განმავლობაში, რომლებიც შემოვიდნენ და გადაადგილდებიან თბილისის მასშტაბით, ხო? და არიან განბაჟებული კანონიერად, მაგათ რომ ჩვენ შევუწყვიტოთ, ხო, ამ დარგმა თხევადი გაზის მიწოდება, ეს ხდება პარალიზებული, ხო? კი ბატონო. კი ბატონო, იმედია ამის ასე თქვათ არ მოხდება ყოველ შემთხვევაში მოვლენების ამ სცენარით განვითარება და ვნახოთ რა იმდენად შეიძენს მეტ სიცხადეს ეს დადგენილება ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ შევეცდებით მუნიციპალურ სამსახურებთან ამ საკითხის გარკვევას. მადლობა თქვენ ჩართვისთვის, მაყურებელს შევახსენებ, რომ ნარიმან ფირცხელიანი თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. საქმის კურსი კი ამით დასრულებულია, ჩვენ პირდაპირ ეთერში 17 საათზე და 40 წუთზე დაუბრუნდებით დროებით.